ავაგრძელებ საუბარს, როგორც შეგვიძლია წინა ვიდეოში, ისევ აი ამ პოლიციის ძალადობის გორის ფაქტიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, განვაზოგადოთ რაღაცეები. პირველ რიგში ახლა რაც ვითარდება დღესდღეობით რა, ანუ რა პროცესიც ვითარდება, ეს არის ბულინგი პაპუნა ლოცულაშვილის, ანუ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ცემა იმ 14-მა თუ 15-მა პოლიციელმა, ამან გამახსენა ჩემი თავი, მაშინ როდესაც მე მცემეს პოლიციელებმა იმ განსხვავებით, რომ მე ჟურნალისტი ვიყავი და ნუ იქ ცოტა სხვა სიტუაციები იყო. იგივე არის ის, რომ პაპუნა ლოცულაშვილმა, რადგან არ გადაწყვიტა უბრალოდ რომ არ მისცეს ოპოზიციას ამით სპეკულირების საშუალება, ოპოზიციას რა ნაცებს პირდაპირ ვთქვათ, არ მიცეს ამით სპეკულირების საშუალება, მას შედგნენ, აბულინგებენ, უწოდებენ კოდს და არის ერთი ამბავი. ზუსტად ეს მახსენდება მაშინ, როდესაც ჩემთან რედაქციაში მოვიდნენ გიგა ბოკერია პირადად და ვიღაცა 1-2 ტიპი იყო კიდე თუ არ ვწდები აკომინაშვილიც იყო. ნუ ეს შემდგომი ნაცები რა, ასე ვთქვათ, მაშინ ისინი ზუსტად როგორც დღეს არის, ესე იგი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოქმედებდნენ და ნუ მითხრეს, რომ აი პოლიციამ ქცემა ესა ისა და წამოდი ახლა შენ და ჩავატაროთ მიტინგები, რომ აი პოლიცია და ესე და შევარდნაძის პოლიცია ისე. ნუ მე მაშინ უთხარი ზუსტად ეგ, რომ თქვენ სასპეკულიანტოს არ მოგცემთ. შემდეგ მე როგორც წინა ვიდეოში ვამბობ, დავწერე ვრცელი წერილი, რომ პოლიცია არ უნდა იქცეოდეს, ასე არ შეიძლება და პოლიციას საზოგადოება უნდა დაახლოვდეს. რამაც გამოიწვია ის, რომ მე ჩემდა გასაკვირად კახა თარგამაძის დავალებით დამიკავშირდა შტაბის უფროსი შინაგან საქმეთა მინისტროს მაშინდელი ედუარდ გენძეხაძე და პრესსამსახურის უფროსი ვალერიან გოგოლაშვილი, რომელმაც შემოთავაზეს მე მუშაობის გაგრძელება შინაგან საქმეთა მინისტროს პრესსამსახურში და რომ მე მუშავა ზუსტად ამ მიმართულებით, რომ პოლიცია ცოტა დაახლოებოდა საზოგადოებას. იქ მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ ტრენინგები უნდა ჩატარებოდათ პოლიციელებს. ნუ ამას კიდე შემდეგ ვიდეოებში ვიტყვი რა და როგორ იყო, მაგრამ ნუ ეს არ გამოვიდა მაშინდელი მოგეხსენებათ რაღაცა საშინელი ეკონომიკური სიტუაცია იყო სახელმწიფოში, პოლიციაში 80 ლარი იყო ხელფასი და ნუ ამას სპეციალურად უწყობდა ხელს უკვე იმ პერიოდში ჟვანია სააკაშვილის გუნდი, რომ პოლიციაში ყოფილიყო ძალიან საშინელი პირობები, რომ ნუ აბუნტებულიყო თვითონ პოლიციაც შევარდნაძის წინააღმდეგ. ეს ხელოვნურად კეთდებოდა ეს ყველაფერი და უკვე ხანში შესული შევარდნაძე ვეღარ აკონტროლებდა ამ პროცესებს. ეხლა გამახსენა ზუსტად ეს პაპუნა ლოცულაშვილს მიუვარდნენ, ეგონათ რომ ეს გამოვარდებოდა, იტყოდა რომ ძირს ოლიგარქის მილიცია და რაღაცა მსგავსები. ანუ რა მინდა ამით თქვა, რომ სამწუხაროდ პოლიციის ასე ვთქვათ, სწორ გზაზე დაყენების, ამ კუთხით სწორ გზაზე დაყენების, თორე პოლიციაში უამრავი მაგარი ვაჟკაცი ადამიანი მუშაობდა მაშინაც შევარდნაძის დროს, სხვათა შორის სააკაშვილის დროსაც, მაგრამ სააკაშვილის დროს ბევრად უფრო გაფილტრეს და გაყარეს, ასე ვთქვათ, პირდაპირ პოლიციიდან 10,000-ობით ადამიანი მოიშორეს, ისეთი როგორიც არ აწყობდათ და ვიღაც სადისტები შეყარეს პოლიციაში და დღესაც უამრავი ვაჟკაცი ძალიან კარგი ადამიანი მუშაობს, უბრალოდ აი ესეთი რაღაცეები ყოველთვის ხდებოდა პოლიციაში და ამას ჭირდება ყურადღების მიქცევა სულ სხვანაირად. კიდევ ვიმეორებ, შემდეგ ვიდეოებში უფრო გავშლი ამას როგორ ჭირდება სხვანაირად ყურადღების მიქცევა. ეხლა უბრალოდ იმაზე მინდა ხაზგასმა, რომ ამათი მიზანი დღევანდელი ოპოზიციის, ანუ პირდაპირ ვთქვათ, ნაცების მიზანი არ არის ის, რომ პოლიციაში რამე გამოსწორდეს. ისევე როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო, მათი მიზანი არის, რომ ხალხი გააგიჟონ, გადარიონ და ხო ხედავთ რა ეფშვებიან, რომ გორში ნაწამები ბიჭი. არადა წამება საერთოდ სხვა დეფინიციაა, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა პოლიცია რომ წიხლებით შედგა მოქალაქეს, მაგრამ ეს არ არის წამება. ანუ ამათ რა უნდათ, იცი რომ ნაცემი ბიჭი არ ამბობენ რაღაც შეურაცხყოფა მიყენებული, თუნდაც ასტიკად ნაცემი და არა. სიტყვა წამება უნდათ რომ ჩააკვეხონ, აი სიტყვა წამება, იმიტომ რომ წამება საქართველოში ასოცირებულია ნაცებთან. ამათ უნდათ რომ ეს გაათანაბრონ, აი მე არაერთ ვიდეოში მithქვამს, რომ ქოცების ხელისუფლებიდან გაშვება კი არ უნდათ ამათ იმდენად, ამათ უნდათ რომ აი ეს წამება სიტყვა იყოს არამხოლოდ ნაცებთან, ასე ვთქვათ,
ასოცირებული და იქამდეც კი მიდიან, რომ აი სადისტები და ეს სადისტები, აი მოდი ერთ ჩვენს კარგ ნაცნობს მოусმინოთ, რას ჩალიჩობს. ჩვენ სადისტები ვართ, ჩვენ ყველაფერს ჩვენ ფეხებზე გვიდია ბავშვი, ჩვენ გვერდზე გვიდია ავანტყოფი, ჩვენ ფეხებზე გვიდია ყველაფერი და გიცოდეთ, ამას გეუბნებიან. აი ამ სადიზმს აჩვენებენ და აჩვენებენ, რომ ხო, სადისტების ხელში ვართ და სხვა ვერაფერს ვერ ვიზამ. მათ უნდა კიდევ ერთხელ ყველას აუხსნან, ჩვენ გული არ გვაქვს. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც ნაცების დროს იყო ზენაცი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, რომელსაც ერთი ოდნავ თავის პოზიცია არ დაუფიქსირებია არსად, არც გირგულიანის ამბავზე, არც რობაქიძის ამბავზე, არც სხვების და სხვების ამბავზე, არც სკოჩებით სკამებზე და მაგიდებზე დაბმული ადამიანების ამბავზე, რომლებსაც სიგარეტებს აწვავდნენ შუბლზე და ფეხებზე და ასე შემდეგ და ელემენტარულად ათეულობით წაგებული საქმე აქვს საქართველოს სტრასბურგში, მაშინ ზუსტად ადამიანის უფლებათა კუთხით, აი იმ პერიოდში და ამ პერიოდში არც ერთი. მე მგონი არის განსხვავება, ხო? რაღაც 1-2 საქმეა მგონი წაგებული, ის რაღაც ვანო მერაბიშვილის გაყვანა ემიდან, რა ქვია, საყნიდან თუ რაღაცა ესეთი სუბუქი დარღვევები ადამიანის უფლების. ადამიანის უფლების უმძიმესი დარღვევები აქვს წაგებული ნაცების დროინდელ ხელისუფლებას სტრასბურგში. თურმე სადისტები ყოფილან ქოცები. აი ამას ჩალიჩობენ, ამათ პაპუნა ლოცულაშვილის ფეხებზე კიდიათ. ამათ პოლიცია დღეს რაც უფრო ბევრ რამეს დაარღვევს, ამათ უკეთესი ესენი ოცნებობენ, რომ პოლიცია მცემოს ხალხი. ალბათ იმაზეც ოცნებობენ, რომ აწამოს ზუსტად ისე, როგორც ნაცების დროს აწამებდნენ. არ ვიცი, ამაზეც მე შემდგომ ჩავწერთ ცალკე ვიდეოს, ეს ჩემთვის უკვე არის უტიფრობის, აი უსინდისობის, უშუბლიზარღობის ეტალონი ქალბატონი ნადარეიშვილი, ანი ბაჩო ახალაიას ცოლი, რომელიც არ ვიცი, აი უტიფრობის მასტერკლასებზე გადის, რომ თურმე ბაჩოს პირადად არავინ უწამებია თუ რაღაც ესეთი, არ ვიცი ხა დღეს რომ ვიღაცები მამუკა მდინარაძის და თქვათ ბიძინა ივანიშვილის ციხეს ჩასმას ითხოვთ, იცნობთ ვინმეს, ვინც პირადად მამუკა მდინარაძემ აწამა, ან პირადად ბიძინა ივანიშვილმა, რა შუაშია პირადი წამება. თურმე ქურდების შიში ყოფილა მაშინ, კი ბატონო, ქურდებს უნდა ებრძოლო, მაგრამ ქურდებზე მეტად შენი არ უნდა ეშინოდეს ხალხს, ისე არ უნდა მოიქცე, რომ ისევ ქურდების დაბრუნება ინატროს ხალხმა შენ ფონზე, შენ როცა ქურდებს ებრძვი რაღაც მათ მიერ ჩადენილი ძალადობების მოტივით, შენ უარესი ძალადობები არ უნდა ჩაიდინო. არ ვიცი, აი ამაზე მინდოდა ხალხო მელაპარაკა, რომ მოდით რა, გამიჯნეთ, მიცემთ საშუალებას ნაცებს და ვირიშვილებს, რომ აი ის რასაც პოლიცია დღესდღეობით არ არის ალბათ ერთეული შემთხვევა, რა თქმა უნდა და იმასაც ვეთანხმები, რომ ვიღაცას ის რომ შემთხვევით არ გადაეღო, პაპუნა ლოცულაშვილი ალბათ ვერასოდეს დაამტკიცებდა იმას, რომ რაც უქნეს და რაც იქ კადრებში ჩანს. აქ კომპლექსური მიდგომებია საჭირო, თუმცა მოდით კიდე გავაგრძელებ მე ვიდეოებს ამ თემაზე, უბრალოდ მოდით მივცემთ საშუალებას ნაცებს, რომ გამოიყენონ აი ეს რაღაცეები, ამას აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა და ბრჭყალებში მკურნალობა ჭირდება, თუმცა აი ეს უტიფრები, მანიაკებიო და სადისტები თურმე ყოფილან ქოცები. ამათი მიზანი არის, რომ დაამკვიდრონ აი ეს სიტყვა, რომ ნაწამები, წამება და ასე შემდეგ. წამება საერთოდ სხვა რამეა, ეს რაც იყო, ეს იყო ძალიან მძიმე გადაჭარბება ძალის. თუმცა კიდე ერთხელ ვიძახი, განსხვავება ნაცებსა და ქოცებს შორის რა არის, აი ზუსტად მამუკა მდინარაძის აი ამ განცხადებით დავასრულებ ამ ვიდეოს და მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობით ამავე თემაზე გმალობთ. ბევრი გვილაპარაკია და ბევრი გვინერვიულია კიდევაც, რომ არ დაგმალოთ, ხო? აი, როდესაც ძის დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით ცემს სამართალ დამცველი. მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე